Intros მუსიკა. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით? დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი და მომილოცეთ ახალი კამერა გვაქვს. და ეხლა ამით ვიღებთ ვიდეოს. აქ მეორე კამერა იქნება და რატო? იცით რატომაც იქნება. შევიძინეთ ახალი სკუტერი. ელექტროსკუტერი, იმიტომ რომ მომბეზრდა საცობებში სიარული და აწი ამით ვივლიხავ მარტო თუ გავალ სადმე. წვიმაში ვერ ვივლი რა თქმა უნდა, მაგრამ კაი ამით ვივლი. აღმართზეც, დიახ, აღმართზეც ვივლი. პირველ რიგში ჩემო უღრმესი მადლობა თქვენ, რადგან თქვენი დონაციებით და თქვენი შემოწირულობებით სტრიმზე რაც დავაგროვეთ, დაგვეხმარეს ამ კამერის შეძენაში, თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დავამატეთ რა თქმა უნდა გარკვეული თანხა, სულ ღირდა ეს კამერა 2000 ლარამდე. და აწი ხარისხიან ვიდეოებს შემოგთავაზებთ, იმედია ფოკუსი კარგადაა, რადგან ვერ ავხედავ აქედან ვერაფერს პატარა ეკრანიანი. კეთი მოგწონს კამერა? კი, ძალიან კაია და დიდი მადლობა თქვენ რომ გვეხმარებით განვითარებაში და უფრო კარგი ვიდეოების გადაღებაში. მადლობა თქვენ. აგრეთვე რა თქმა უნდა, ჩვენი არხის სპონსორი არის Sandomi და მათი უგემრიელესი ვაფლები, აგერ გვაქვს კლასიკი და პრემიუმი, ახალი შეფუთვით, ყველაზე ხრაშუნა, ყველაზე გემრიელი, ყველაზე ტკბილი, ასევე აქვს სნეკების ლაინაპიც რა თქმა უნდა. Sandomi-ის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რა თქმა უნდა ჩვენი განვითარება, ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ. რა ვიყიდე მე? რა ვიყიდე და აი ესეთი, აიცაკეთი, ავდგეთ. აი ესეთი სკუტერი, კეთი გამიხსენი. მომეხმარე. ასაწყობია, ასე რომ და რატო ყვირი, ანუ პედლიჩკა მაქვს და რაღაცა ყვირი, ყვირილი მე. არა უშავს. არა დამიზიანო, არაფერი გთხოვ. ძალიან ღრმად არ ჩახვიდე კეთი. კაი, ამოვიღოთ აბა ნელ-ნელა. კი, ასაწყობია არ მგონი. ასაწყობი კი არ მგონი, უბრალოდ დაკეცილ მდგომარეობაშია და გასაშლელია. გასაშლელია. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. მართალი ბრძანდი, აქსესუარები. მაიცა? ეს რა არის? ეს წამი არ გააგზელო. მოყვა ესეთი ყუთი, არ ვიცი რა არის ამაში. 54.6 ვოლტიო დამტენი არის ეს? ეს არის დამტენი. რასაც ძალიან ხშირად გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა. მე მგონი ჩანთაც მოყვება შიგნით, ანუ საბარგულივით და სკამი უნდა დავაყენო ზედ, იმიტომ რომ ქალაქში ისე ვერ ვილი სკამის გარეშე. გასაღებებია. ხო, გასაღებიც აქვს. დღეს ვერა, მაგრამ ხვალ ტესტ დრაივსაც გადავიღებ. მაგრამ ამ ვიდეოში ჩაჯდება პრინციპში ტესტ დრაივი. კეთი იმენა ძალიან მაგარი დამხმარია, თან ჯანი აქვს, არ ვიცი, საიდან მოიტანა ეს ჯანი ამ პატარა ტანემა, ისეთი ძლიერია რომ რა ვიცი. მედი ჰამ, გამოასწრიალი ყველაფერი. არა, სხვადასხვა ნაწილებად არის და მას უკვე მეშინია რა არ მაქვს. არაფერი არ მოუვა. პრობლემა არ არის. აბა რა. ხო, აი ხო თქვი. მოყვა, და თავის საბარგული. აჰა, მამაშენ საბარგული. აიღე. ეს უკანა რეფლექტორი და პლუს ტალახში თუ გავიარე არ შემომესხას. ამას აქ დაუმაგრებ. აუ, ძალიან მაგრა გამოიყურება და ძალიან ძიმეა. აჰა. წამოვაყენეთ. და შენც გინდა მამა? ხო სწორად არის. კი, სწორად არის საჭე. აი, ეს ალბათ ასე უნდა ვქნო. აი ასე. კი. რატო? ჩაულებრივი სიმაღლე აქვს რა გინდა? ხო? ან მაღლა არის უბრალოდ, მაღალი არის უბრალოდ. ეს იმიტოა ესეთი მაღალი რომ გადაიარო გაროკებზე ეგრეთ წოდებულზე და ცოტა ოფროუდით შეუულია. მამა ნახე Sandomi, მამა. აი Sandomi. კაი, ხა საჭე რაღაც თქვენ გავამაგრო. თავის საყრდენი აქვს რა თქმა უნდა, აი ესე ლამაზად. მაგრა გამოიყურება პატარა. ასე გამოიყურება. მორი გაიტიპია ხო იცი? სასუ სენსორი რა თქმა უნდა. ეხლა დატენილია თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაგასაც გავარკვევთ. კარგად გადავუჭირო. ფარები მაქვს, მოხოვის მაშუქები მაქვს. ეგ არის მთავარი. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ გზაზე, როცა ამით დავდივართ. რადგან ეს ჩაულებრივი რაღაცა სკროლი არა და სათამაშო სკუტერი ეს არის მძლავრი აპარატი, რომელსაც ასევე ლიმიტი ეხსნება სიჩქარის. თავიდან დადის რა თქმა უნდა 25 კმ/სთ სიჩქარით მაქსიმუმ. ლიმიტს თუ ჩახსნით 40-მდე და 45-მდე ადის და რავი, კარგი კონდიციებში შეიძლება 60-იც წავიდეს. კეთილი და პატიოსანი. სიგნალიც გვაქვს. აგეთ პიპინი. მოხოვის მაშუქები არის ეს, მარჯვნივ, მარცხნივ. ფარები, ახლო მაშუქი, შორს მაშუქი, ყველაფერი აქ როგორც ვიცი, ლინზიანი ფარები აქვს რა, უაზე ხარ. საჭე რა თქმა უნდა ეკეცება, ხდება ბევრად პატარა, გადასატანად, მაგრამ მაგარი მძიმეა. აი კარგად მძიმეა.
ორთვლიანი ბოლოს რა მქონდა, იცით? პატარაობაში ველოსიპედი. იმის მერე არ მქონია. უკანაც ასე მაგრდება. ეს კიდე ის მომწონს, რომ დასადგომი აქვს ძალიან ფართე. ანუ განიერია. ნუ ელემენტის დიდი აქვს შესაბამისად. ესე იგი, ავიღეთ გასაღები. ტენეთ საკეთში. გადავწიეთ. ოპა, სიცოცხლე არის. ნუ ასე თუ ისე დასატენია ტურბო რეჟიმზე არის. ავტომატურად ანთია ფარები. ასე ჩავაქრო. კრუიზ კონტროლის აქვს, როგორც ხედავთ. სპორტში არის ახლა. გადავთავთ რეისზე, რეის მოდიც აქვს, აზზე ხარ. ეკო თვილი სავარაუდოდ შემთხვევაში. ტურბო რა არის? ტურბო გამოვართ, ამჭედება ტურბო რა თქმა უნდა. სიმპათიური რაღაცაა რა. აგერ ფარები. რეჟიმებიც აქვს ფარს. ციკაშკაშეები. ორი რეჟიმი აქვს. შორი და ახლო. მოხუვის მაშუქებიც გვაქვს. ეს სიგნალი. რა მაგერდებია? მოხუვის მაშუქი მარცხნივ. მაგრამ ნელი მოხუვის მაშუქია. ესე ნელაც ინციმებს. უკანაც უცინციმებს, ხო? კი. რა ვიცი, სასტავ დამიწერეთ, რას ფიქრობთ კომენტარებში. ამ ჩვენ შენაძენზე საკმაოდ პრაქტიკული რაღაცა ჩანს. კომპაქტური ამორტიზატორების მოქმედება უნდა განახოთ, ამას შეხედეთ. აიცა თუ რა დავილეწო. საკმაოდ მაგარია, ძალიან დიდი ისაა, ან მოძრაობის არეალი. მაგარი რბილი იქნება ეს კი. აი, სკუტერებში გარკვეული ვინც ხართ, თქვენს კომენტარებსაც ვველოდები, რა თქმა უნდა, როგორი შენაძენია. ნორმალურია თუ ტყუილა გავფლანგეთ ფული. ერთ შეხედეთ, კაი რაღაცაა და პრაქტიკაში ვნახავთ როგორ გამომადგება. პატარა ტესტ დრაივსაც გავატარებთ ახლა. ვარ პროფესიონალი სკუტერ ვლოგერი. მზემანათებს. ეს ჩვენი ელექტროსკუტერი. რას დაქრეს, ბიჭო, 25 კმ/სთ კი უწერია, მაგრამ ისე სწრაფად ღებს 65 კმ/სთ-ს, რომ რავი, ვერც ვასწრებ რეაქცია განვახორციელო, ვერ ვრეაგირებ. ჰოპ, დააჭირა აქსელერაციას და ეგრევე 25-ია. ლიმიტი ეხსნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ამის ლიმიტის მოხსნას არ ვაპირებ, 25-ზე მეტი არ მჭირდება, რომ ვიარო მე. ასე რომ რავი, მე მაყოფილი ვარ. თან რბილია, მე ვარ შეჩეული სკროლს, ხალხო. აი ტაშტევით რო დადის მაგას. ეს ისე გადადის ქვებზე და უსწორმასწორო გზაზე რომ ვითომ არ გადასულხარ. რავი, პროფესიონალო სკუტერის მოყვარულებო და ასე შემდეგ. ნუ პროფესიონალი თუ ხარ სკუტერის მოყვარული როგორ ახარ, პროფესიონალი ხარ უკვე. ნუ ხო, ვინც იცით ამათ შესახებ. მითხარით რას ფიქრობთ? მოგწონთ თუ არა, კაი შენაძენია თუ არა, რავი, მე მაყოფილი ვარ, მუშაობს დადის. დღეს გავალ პირველად გრძელ გზაზე და მეც გავტესტავ კარგად და გეტყვით რა. ეს ტიპ პატარა მიმოხილვა მინდოდა გამეკეთებინა, ძალიან გამიხარდა ეს შენაძენი და იმედია თქვენც მოგეწონათ. მანქანებო დიდი მადლობა, დახვამდის. ასე დამგვარად, მადლობა თქვენ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, მადლობა ჩვენ სპონსორს სანდომს, რა თქმა უნდა, რო არ გვერდში უდგას. ეს ყველაფერი თქვენ გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა, გამოიწეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დისლაიქი დატოვეთ, მეგრე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და peace.